მეცხრული ბატისგან მოვამზადებ მე ბუნებრივ ღუმელში კერძს. და ეს კერძი იქნება მარტო 2 ფილესგან. ბატის ფილე არის ყველაზე ძვირადღირებული ნაწილი და რატო? იმიტომ რომ აქვს კანი ყველაზე მნიშვნელოვანია აქ და აქვს ცხიმი. კანსა და ხორცს შორის არის ფრინველისთვის სქელი ცხიმი. ეს ბატი დიდია, აშკარად მამალი ბატია. დავამუშავებ, დღეს გამოვიყენებ მარტო ფილეს. ბატს ქათმისგან განსხვავებით ძალიან მნიშვნელოვანი აქვს, რომ კანი შეუნარჩუნოთ. გავხსნი. აი აქ აუცილებლად ნეკნებთან უნდა ჩაუჭრათ. აქ არის პატარა ნეკნები, აქ არის გრძელი ნეკნები. ჩაუჭრით მოკლე ნეკნებთან. ქათმისგან განსხვავებით ბატს აქვს აქ ძვალი, ფილესთან აქ ძვალი. ქათამს არ აქვს. სუფთად მოვაშოროთ. ეს ერთი ბატის ფილე. კანი მაქსიმალურად შენახული და გავაგზავნებ მეორე ფილეს. ფილირებას თითქმის მორჩი, ამასობაში მე მოვამზადებ ბუნებრივ ღუმელს. კეცი გახურდება, ერბოს მოვასხავ, ფილებს დავაწყობ. ძვირადღირებული ბატის ფილები მზად არის. კანი შენარჩუნებულია, ცხიმი და რა თქმა უნდა, ფილე. გახურებულ კეცს მოვასხათ მესხური ებო. სანამ გახურდება, მე ფილეს მარილს წავუსვებ გემოვნებით. ცოტა პილპილს. ამოდრებ კანის მხარეს არაფერს არ უსვევ. იმიტომ რომ კანს კიდევ ერთხელ აქვს ქონი. ხორცსა და კანს შორის არის ქონი. ეს ქონი რომ დაიწყებს დაბრატვას და ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის ის, რომ ფილე უნდა დაიდოს აი ასე. გახურდება, ქონი დაიწყებს დადნობას, ქონი ჩავა ფილეში და გახდება რბილი. სანამ ბატის ფილე იწვება, მე ამასობაში ღუმელის თავს გავაცხელებ. ისე სხვათა შორის წვიმა იწვება, მაგრამ მე ამით არ გავჩერდები. ამასობაში დროს არ დავკარგავ, აქ მაგ მესხური სოკოს დავჭრი დიდ ნაჭრებად. სატაცური არის სეზონში, სატაცური არის ძალიან გემრიელი, სატაცური ყველაფერს უხდება. დიდ ნაჭრებად დავჭრი. სოკოსთან ერთად აურევ კარგად. ცოტა მარილს დავაყრი, ცოტა პილპილს დავაყრი, კარგად აურევ. დაველოდები ღუმელის თავის გაცხელებას. ამასობაში მოვამზადებ ნიორ წყალს. ეს მესხური ნიორი მე მგონი ამ ასე ვთქვათ, ცოტა ფრანგულ კულინარიასაც მოუხდება გასტრონომიას. წვრილად დავჭრი ნიორს, აგერ აი ბოსტანიდან მოკრე ფილს, წვრილად დავჭრი. სტიკია გვიტევს, გურმანია არ ჩერდება. ცოტა ყემლის ყვავილებიც ჩავყრი ჭიქაში. ბატის ფილე შიშხინებს. აქ ნიორ ცოტა მარილს დავაყრი, დანით ამოურევ. ყველაფერი მზად მაქვს იმისთვის, რომ ბატის ფილე დავასრულო. ნიორ წყალს დავასხავ ზემოდან. ცოტა მესხური ერბო. და რა თქმა უნდა, ღუმელის თავსახური. ამას რა თქმა უნდა ზემოდან სჭირდება ნაკვერჩხალი. კარგი ნაკვერჩხალი მაქვს.
მე მგონი ბატი მზად არის. უკვე არაჩვეულებრივი არომატია. შიგნით უნდა იყოს ცოტათი ვარდისფერი. ზუსტად ისეთია როგორც მინდოდა. ამას წვრილად დავჭრი. არა მაგარია. როგორ მიხარია, როდესაც ყველაფერი გამოდის ბუნებრივად. ნატურალური პროდუქტებიდან გამოდის ყველაზე გემრიელი კერძი. ბატის ფილე, სატაცური, სოკო, ერბო, ეს ყველაფერი არის მესხეთიდან. Let's go, Sunja. ბატის სტეიკი, ბატის ფილე 500 გრამი, სოკო და სატაცური 100 გრამი, ახალი ნიორი 3 თავი, წყალი 100 მლ, ერბო 2 სუფრის კოვზი, მარილი და პილპილი გემოვნები.